მოგესალმებით უყურს მე მაგდა იმერლიშვილი და თქვენ მოგდით ჩემარხ მაგდალინაზე. ძა ვიცი საშინლად გამოვიყურებ, იმიტომ რომ გუშინ უნივერსიტეტი ოფიციალურად დაამთავრე, ბოლო გამოცდა დავწერე. რაც იმას ნიშნავს, გამოცდების შემდეგ დღესვეთილი საცაზე უნდა იყოს საცხოვრებელთან გასული. შენი ბარგიან ყველაფერი ჩალაგებული, ტანსაცმელი, ყველაფერი ჩაწყობილი და ყველაფერი ოთახები რამე დაგვილი დაფწკრიალებული, გახიხილ გამოხილი. ამიტომ ეხა ვარ ჩემ ახალ საცხოვრებელში და ეხა გეტყვით რა პრობლემა მაქვს. ყველა ოთახი ვნახე აქ. ჩემი ჩანს ყველაზე პატარა. განა პატარაა და მაგიტომ, იმიტომ რომ ერთი ზომის არის ოთახები. პატარა, იმიტომ ჩანს როგორ არის განლაგებული, ანუ სად არის სააბაზანო, სად არის კარადა. მაგრამ ეხლა ვცდილობ გადავანაწილო ეხლა ეს ნივთები ისე. ამ მარტო გოგომ, რომ დავეტიო. პირველ რიგში, რაზეც ვზივარ, აი ხა ეს არის პატარა კარადა, რომელიც იდო აქვს. იყო თუ ხედავთ ყვალს, მაშინ როცა ჩემი საწოლი იყო ესე სწორად დადებული. ეხლა ვცდილობ როგორმე გადავათრიო, გადმოვათრიო ისე, რომ ყველაფერი მძიმს ვარ მე. ეს საწყალი პატარა გოგო. მაგრამ მოდი ხომ ნახოთ როგორ ჩაივლის ეს. დავიწყეთ. რაც თავარია, აი ხა ისეთი არაულობაა. იმიტომ რომ ყველაფერი შემოვზდა ოთახში, სამაგერად ეხლა ადგილი არის მის რო ოთახში იმოძრავა. ვიცი მგონი ვსვავთ. Okay. რა პრობლემა გვაქვს? არ მიდიხარ. იმიტომ რომ გარბილია იატაკი. ხვეწები. ვინმე მეტყვის რა არის ეს? ქოთანს გავს, მაგრამ იმდენია საწოლის ქვეშ. წარმოდგენა არ მაქვს რატო და საწოლის ქვეშ მეტყვა წინა მაცხოვრებელს დარჩა. ასახარი პონი. Okay, აი თუ მე რატო არ მიდიოდა. ეს უშლის ხოლმე. ეს ჩატა მძიმეა. ეს უკან უნდა იყოს. ალბათ. მოიცარა მე გამოვქაჩე. გატყვევთ. ეხლა მე დახოს არ კიდევთან. ადგილი აღარ მაქვს რეალურად. რო ეს გავწიო. არ და უნდა გაიწიოს ცოტა. ეხლა მე ჩამოვაჩუჩებ. ვაჩუჩო. ეს ცოტა შევწიო. და მე ეს საწოლი. ახლა მე დიდ ნაწილი ვქენით. რაც არის საწოლის აქ მიდგმა. აი bedside table საჯანდაბაში ჩავდგა, ეგ არ ვიცი. კონცერტ მოვიქეცი. მინდოდა ეხლა ეს ადგილი. მინდოდა. I don't know. მოდი მაინც ვცადოთ. ამის თუ ესაკეთ, არა, შეიძლება ესაკეთ. Okay. Oh shit. Oh, damn, fuck. Oh, fuck. Jandaba. Oh. Oh, Roberto. Wait. Oh. ფეხიზეთი მივარყიცულად. Oh, ჯანდაბა. დავიღალე დღე თელ დღე ამას გადმოვდივარ. ჯერ ხო იქ უნდა ჩამალაგებინა ყველაფერი. ეხლა აქ ვალაგებ. ძალიან მიხარია ახლა სახში გადმოსვა. აი მართლა მიხარია, მაგრამ აი როგორ დავიღალე იცით? ამდენ წინა უკან ბოდიალით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. და მე ამ ზღვარს მივახწია რეალურად. აუ. Oh gosh. Okay. ეხლა რას ვშვებით? ეს მიგოიქ. Органи хайшим навწიო და ესე უკეთებ მიდის. თუ Okay, not bad.
წავიდა. იდეალურია. უყურეთ. შვენიერია. კარგი ის რა არის? მაგალითად, შემიძლია აქ ვიწვე, აქ შემიძლია ან ტელევიზორი დავდო, ან კომპიუტერი, ტელევიზორი არ მაქვს. ან კომპიუტერი დავდო, ან შემიძლია პროჟექტორი დავდო აქ, თავი კიდე იქ თეთრი კედელი მაქვს ზუსტად. კაია. Okay. I am not as fruit. Of course, it's a gaude. Merera. I am as ras. I am not as ras fruit. Reach to smokes. That's what I have. I still wrote cover with branchevi. I have magazine shades the chemi sarkegos. I can tell the demon mark wrote from this house. Albert. თქვენ რას ფიქრობთ? კითხებთ მეც. მოგეთ ახლა ვნახოთ ჩემი bedside. აი რაღაცები დასტებებს გამოდიან. ახლა ვნახოთ ეს ჩემი bedside table თუ რაღაც ჯანდაბაც მაქვს. თუ დაეტევა აი ზუსტად ამ პატარა კუთხეში რაც მაქვს დარჩენილი მაგიდას და ჩემ ჩაყოფილი სადიზბექციო და მესხა შემთხვევით აუ ეს იცით რა თუ არ მოდის არეტევა ჯანტაპა არეტევა ეს ბოლომდე მიწევრნა და კიდე წავა დატყვევთ კიდე შეიძლება მის მიწევა და შეიძლება კარგად ჩაეტიოს ზუსტად აიცა ოპა აბა მოდი მაგითაც მივწიოთ აი ეხა გადავდივართ ამ ყველაფრის დახეხვა დასუფთავის რეჟიმზე იმიტომ რომ ამებს რეალურად დარწმუნებული რომ გარეცხილია მაგრამ გადაწმენდილი მაინც არის მაგრამ არ ვენდობი ხალხს ზოგადად ასე რომ ეხა ჩავსმენთ ფელჩიკებს და დავიწყებთ ამ ყველაფრის დიზინფექციას ბლა 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 გარეთ როგორ გავალაგოთ ამ გვაქვს და მოდი ვრო დავასხათ ჯერ მგონი კაიქენი რომ კაიქენი კი კაიქენი შეგიტაც ო ესენი გამოდის ბარემ Okay. Ta-da! Hear me say. მე არ ფეთქი სამა კაცმარის. აი აქ მიდია. დრობას თავებდი. ამე ძველი მაიკონი მომავალ ხო ახლა, იმიტომ რომ სალფეტკები გარეთ მიდევს და სალფეტკები არის უკვე საფეთკები არის უკვე კარგი გადაკეტილია. აუ არა, ნავიღო საფეთკები ჭირდება ვერ გავფრჩობ. დაიგეთ. ამ საგანგრო მე ხალ სამწუხარ გამოვიყენებ ასე რომ წავედი ხლა მუსიკას ჩავთავ. რაღაც ვანილის სუნის სპრეი ვიყიდე და ვაპირებო ყოველდღე ეს გაწმინდა მივასხა, რომ ვანილის სუნი ქონდეს, იმიტომ რაღაც უნდა რეალურად ეს ოთახისთვის ლინენის ვიდრე რაღაცა და ამას მივასხავთ. დარწმუნებული არ გავფრჩდება არაფერი ამით. ესე იგი ხალხო ვემზადებით წვეულებას ასრელად უბრალოდ თმა გავხარ მაგრამ წინ თმა გავისწორო მაგრამ წინ ადგილი არ მაქვს ტელეფონი რო დასრემ გვერდულად გიწევთ ჩემი ყურება და
ძალიან რთული იყო ჩემთვის მაგალითად სადმე გასვლა. სადმე გასვლა არ კონკრეტულად გასართობად გასვლა დაშორების მერე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ის ხალხი მაგას აკეთებს, მაგრამ ჩემი ეს გოგობისთვის ძალიან საპირისპირო ეს ყველაფერი. მაშინ ბიჭები გადიან და მთლიანად ჩართულებიან თავით გართობაში, ჩვენ უფრო წყნარად გამოვიტირებთ ამ ყველაფერს და მე დავდივართ გასართობად, მაგრამ იმ ხანების უკვე რომ გამოვიტირ და წავედი გასართობად ძალიან რთული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ სულ იმაზე ვფიქრობდი, აი ხალხში რო ვიყავი, როგორ მოეწონებოდა ამ ხალხის გაცნობა. იმიტომ რომ ახალი მეგობრები იყვნენ, რომელიც უფრო მაგისი ხასიათის იყვნენ, ასე ვთქვათ, ხასიათის რა უმეტესად ლათინოამერიკელები იყვნენ ჩემი ახალი მეგობრები და რახან ჩემი ყოფილი ცხოვრობდა მექსიკაში 2 წელი, ლაპარაკობს სრულიად იდეალურად, როგორ თქვია, ესპანურად. ჩემი აზრით ძალიან გაუხარდებოდა თან განსაკუთრებით რამოდენიმე იყო მექსიკიდან, იმ არედან არ მგონი საერთოდ ცხოვრობდა, მაგრამ ალბათ გაუხარდებოდა ძალიან გაცნობა და დალაპარაკება, მაგრამ სულ მაგაზე ვფიქრობდი, სანამ ის პერიოდი ვიყავი გასართობად გასწრო, მეთქი აუ როგორ მოეწონებოდა მეთქი ეიდენს ამათთან ყოფნა, მაგრამ არ გამოვიდა, ასე რომ ეს უნდა გამოვიწიოს ვაიხა უბრალოდ გადმოვარდა როგორც ხელა რთულია გოგო უყურეთ მას ეს ამოღებული მაისური ეს ტიკაბა და ყველაზე მთავარია მაგალ ძალიან ჩექმები ძლიერს ზამთარი დადგა ცოტა მაკიაჟი გავიკეთო რასაც ვიკეთებ ხოლმე როგორც ისე თვალები და ტუჩები იმიტომ რომ სხვა რების გაკეთება არ ვიცი და ჰაილაიტს ვისმევ აი ამაში და სულ მაგის მეტი რების გაკეთება არ ვიცი და რაღაცა კი გამოვიდა My wife, Naomi, the Duchess of Bay Ridge, Brooklyn, a former model of... Alright. You're way off. Am I? Yep. You're coming to the left. Ooh. Boom. It was left hand also. Wait, this is like... ხო სახში მოვედით გადაწყურე ფეხით გაგვესეირნა იმიტომ კაი ფეხით სიარული მაგრამ თან ჩემ მარცხნობას ვადაგასული უკვე მაგრამ ფეხით გავისეირნეთ და ჩვენ დრავიყიდე იმიტომ რომ ბევრი რაღაც არ ვიყიდე იმიტომ რომ ვაპირებთ რომ გენერალური შოპინგი მოვიწყოთ ამ დღეებში საერთოდ ხორცს და რამე რა ვიყიდეთ მე მოგეთ რაღაცები რაც ეხლა მინდა პარმეზანი cream cheese, low fat. Now cream cheese, ჩვეულებრივი fat. Hazelnut cream. და ჩემ ახლა უნდა გასინჯოს პირველი Dr. Pepper-ი. და მითხარი როგორ აი მოყიდეთ. მე და არ მიყვარს Dr. Pepper-ი, მაგრამ დედა საინტერესოა. კუთი ვიყიდეთ. როგორი რისი გემოქ? უგემრიელესია. ამას იწონე? კი, ვერ ვიტან. მან ძალიან გემრიელია, მაგრამ დავიტოვებ ერთს იქნებ მომეწონა და არჩენში მიყოს. კაი, კი ბატონო, როგორ. კიდე რა გვაქვს? Bagel. Ten cream cheese-თან. და რაღაც სირაჩა, spice. აჰა, და ხა დღეს უნდა გავუკეთო კარტოფილი ფრი. ჩემ ხუმელში. აი, ცოტა სამიდიორ მაღაზიაში. ძალიან მომწონს ეს ისტორიული მაღაზია, ხო, მაღაზია მეტყვი მოგიყვება არის, აი, აქ. და შევაკეთე ეს გავუყურებ. არც მაგან გჭირდება არაფერი და მინერალური კომპოსტი. იმიტომ რომ შემიძლია გათავდა, აღარ მაქვს არაფერი. მინდა ვიყიდე კომპოსტო, სტაფი.
კომისტომი და ვიყიდო და ჭარხალი და ჩავდე. და ამიტომ ჩვენ დავბრუნდი სახლში და ვეცენებ რა ვიყიდე და რა გადავიხადე. ყველაფერში რაც გადავიხადე, რაც ვიყიდე, დამიჯდა $9.63 და ვნახოთ ახლა რა ვიყიდე ამ ფაში. ორი ცალი კრემალი უნდა მივხვდე, იგი არა კლუბნიკა strawberry მარწყვი ორი ცალი მარწყვი ვიყიდე ერთ წელს შევჭამ მეორეს გამოყენე კოქტეილების იმიტომ რომ მინდა რომ შეგვიძლია ჩემთან დავპატიშო წავიდე ჩვენ დახურულ ორანჟერია აუში უგემრიელი კოქტეილებით ხილით და მოვიწყოთ ბურგების საღამო. ბუმ. ასე ვიყიდე კიდევ შეკრუა ჩერის პომიდორი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ჩემ კრემჩისთან ერთად. ვიყიდე ეს მექსიკური შოკოლადი, ნუ მექსიკური რა, ნესტლესთან არა, მექსიკურია, რომელიც ძალიან მომწონს. ამერიკაში ძალიან იშვიათად მომწონს რომ შოკოლადი მომეწონოს, ეს ხელი შოკოლადი ძალიან მომეწონს. მე ხომ იმის რა ევროპული არა, ძალიან სქელი შოკოლადის ხო ცხელ შოკოლადს რო ვსვავდი ესე შეგრძნო რომ გამთენარ შოკოლადს ვსვავ ეგეთი ის არ აქვს მაგრამ გემრიელი იყო ან შეიძლება რომ მთვრალი ვიყავდი გემრიელი მეჩვენა იმიტომ რომ შუა წვეულებაზე ვსვავდი მაგრამ $4 ღირდა ფაზა კლებაზე იყო ნახევარ ფასად ვიყიდე ასე რომ მეთქი why not let's just buy it და ხო კიდე ერთი თავი კომპოსტო რო ჩავდოთ ჩვენ წნილში რომელსაც როგორც კი შევჭამ მივხედავ და აი ჭარხალი მინდა ჩავამატო ჩემ წნილს, იმიტომ რომ კარგი წითელი არ არის ჩემი აზრით. ესეთი რაღაც გამოგვივიდა. მაქვს ეს ნაყიდი ახლა არ მოქნა, უბრალოდ მაგიდაზე მეტი ცხელი შოკოლადის ის მაქვს. პაკეტი, ასე რომ აი ამის გავიკეთებ, მაგრამ კრემჩის ჭამაც მინდა ძალიან, ამიტომ მოდი ჯერ ეგ ვჭამოთ. და მე ეს. ბუმ. სჭირდება რომ ჩვენი ბეიგლი გავხუყოთ. ერთი გოგო რომელიც შემთხვევით ვიყო ინსტაგრამზე, დიდი ხნის წინ ანა ქვია ნიუ-იორკში ცხოვრობს. გონი იმიტომ ვიყო რომ ჩემი YouTube-ი დიდი ხნის წინ გააზიარდა, ისე რომ ბაფალო მიყავს და ხანდახან ვხედავ რა ესებს ხოლმე. ხოლმე ახლა ვნახე რომ ახალი Kindle იყიდა. და ჩემი მეგობრებს მაგას წერდი ეს პერიოდი რა რომ მეთქი ვწევდი გამერკვია ნიუ-იორკში ვიყიდი თუ არა ქართულ წიგნებს, იმიტომ რომ ინგლისურად წიგნის კითხვა სიამოვნებისთვის ხო თუ რაღაცა ძალიან smart version არ არის, ჩვეულებრივი კარგი მართლა წიგნის წაკითხოს მინდა, ეგ წიგნებს ინგლისურად ვერ ვიტან, იმიტომ რომ მინდა რომ ბოლომდე ვიტირო, ბოლომდე ვიკილო და ბოლომდე გადმოვიტანო მთელი ემოცია, მაგრამ ინგლისურად რო ვკითხო, ეგ არ გამომდის, იმიტომ რომ ნერვები მეშლება. მიხოთ იმისა, რომ მგონი 6 წელი აქვს უკვე. და უნივერსიტეტის სკოლა გადავმთავრე, მაგრამ მაინც ვერ ვიტან უბრალოდ სიამოვნებისთვის კითხოს ინგლისურად, მაგრამ ამ გოგომ იყიდა Kindle. შემოწმა ეს Kindle, მაგაზე ოდნავ დიდი ზომა მინდა, მაგრამ მენანება ფულის გადაყრაი როგორ მინდა იცით Kindle უბრალოდ კატასტროფულად მინდა. მაგრამ ეხლა როცა სამსახური არ მაქვს და საცხოვრებელში ვიხდი სამჯერ მეც, რასაც ვიხდი წინაშე, მგონი იდეალური ვარიანტი არ არის ეხლა რამის ყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც აი $100-მდე რაღაცაა, მაგრამ აი ძალიან მინდა. ამიტომ შემდეგი შენაძენი ალბათ Kindle იქნება, როგორც კი სამსახურს ვიშოვე. აღარ უნდა ვიშოვე ეგ. პრევესტი პერიოდია ეხლა. მაგრამ მოდი სანამ Kindle-ს ვერ ყიდულობთ, სამაგიეროდ შეგვიძლია ბეიგლი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბეიგლის ყიდვის საქმე გვაქვს. და დღეს ნობი მეცადნოთ ძალიან ბევრი სხვათა შორის, ვაპირებდი დავჩემ დღეს ვარ ძალიან სწავლის ხასიათზე. ვაგოს რო უყურებდი, როგორ მისდებოდა ფინალურების, მიხედავთ რომ მე ჩემ ფინალურები დავამთავრებ, რადგან მგონია რომ საკმაოდ არ მისწავლი ამ ფინალურებზე. იმიტომ რომ არ მქონდა მაგდენიმე გასაკეთებელი, რახან ბოლო სემესტრი იყო.
მაგდენი არ მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ რატომღაც მგონია რომ ვიზარმაცე. მიხოდე ისე რეალურად საქმე არ მქონდა. მაგრამ ხო შემეძლო რაღაცა გამეკეთებინა, რა ჩემს ერყო ზედმეტი სწავლა რა მომკლავს? ზედმეტ რაღაც გამეორება მომკლავს? არა. ნამდვილად არა. მიხოდე ისე რომ ხათაღაც ეს რეაქცია მაქვს, რომ გეუბნები კვდებოდე. ამიტომ როგორც კი ოთახს მივალაგებთ ბოლომდე, ეს ჩავდოთ ჩემ უმელში. მაგას ვიზავ. რომეთებთან ცხოვრების ეს პლუს იცით რა არის? დავიწყე ახალ რაღაცებს გასინჯვა, ან რაღაც ახალი თვისების მორგება. ჩემ რომეთების შემთხვევაში დავიწყე კრემჩიზის ჭამა, რომელსაც არასდროს არ ვჭამ, იმიტომ რომ თეთრია. და ბავშვობიდან არ ვჭამ არაფერს რძიანს, ხო და ეხლა ეს პერიოდი იცოცხლე, მაგისფერს არაფერს არ ვჭამ. როგორ მომენატრა ის აიცით YouTube-ზე ვიდეოების დადება, რაღაცა ვერთობი. ჩემთვის ტკბილად გემრიელ და აუდიო ჩემი კიდე რაღაც კანალი მიყიდა საქართველოში მითხარ საქართველოს ჩავამიტანა. აი ეს ნენა ქვია უგემრიელესი ესე გემრიელი. დიხანი ეს გემრიელი კანალი არ მიჭამე. ჩემს საყვარელი ისაა ტყე ბავშვობაში რო სინჯავდით. ხო ის ბებორო როგორ გასინჯებდათ? დაიწყი ხელზე. დაიწყი ხელზე. მე თუ ერთი სუმა გავიდევს როგორ ნახავ ერთი 5 წელს მე მდიდარი და წარმატებული ვარ და მდიდარი ლაბაზი ქმარი მყავს. მერტომ აი ამერიკელები ვერასდროს ვერ მიხვდებიან აი ამის ფას. მერტო აი გამოსია. ოკეი. ეს კანდა დავბან. იდეალურია. სოციო. იდეალურია, შავსქეს. გათენედილა, ჩემ მარც მოწმა ისე გადაგასულია და ძლივს დოკუმენტები გავგზავნე, მაგრამ ეს დოკუმენტები როგორც ჩანს არ მოსწონთ, ამიტომ თავიდან რაღაც უნდა გავგზავნო. დილის საუთმეს what the hell is this? ხო წდის რა არის? Oh. This is interesting. ეს რაღაც ახალია. ეს არ მქონია არასდროს რა არის გეხვეწები. მგონი არასწორად ვიკრავ, მაგრამ მეც არასწორად. ეხლა მომეჭიროს. ბუმ. მეგონა რომ ნიღაბი იყო, მაგრამ ნიღაბი არ ყოფილა. Okay, alright. Boom. Es smells awesome. ესეც დღეს პაემანი გვაქვს 7-ზე და ბოლომდე უნდა მივემზადოთ. მიხედავთ იმისა, რომ შუა დღე, იმიტომ რომ სწავლას ვაპირებ და საშინელი სკამი და მაგიდა მაქვს. უნდა გამოვცვალო ყველა ვარიანტი, ესე რაც სახლს მოყვარ და საიზღრობა უბრალოდ. გამიმწარა მთელი მეცადინეობა გუშინ და არც არ ვერ მიმეცადინეა. როლამზი უთითო just doing girly activities, yay. Shia, ton. Oh. Ურება, ცებრად პროდუქტიულად დავიწყო, რაც მას ნიშნავს, რომ უნდა დავალაგოთ ოთახი.
პირველ რიგში, აი მას უნდა ვუყიდო, ეს სპეციალური რაღაცნაირი ის არის. Skirt ქვია. რომ ამაზე ჩამოეკიდოს, რომ ლამაზად იყოს, იმიტომ რომ ძალიან არ მომწონს, როცა აი მხელა რაღაცა ჩანს აქ. ხო, და აქ ვფიქრობ, იქნებ ტელევიზორი მეყიდა და აი აქ დამედო. ესენი კიდე გადავიტანო იმ პატარა რაღაცაში. რამდენჯერ საწოლი. საწოლი დავალაგოთ. შხაპი მივიღოთ. ესენი დავაორგანიზოთ. ყავა გავაკეთოთ და დავიწყოთ მეცადინეობა. Just like that. მოკლედ მეგობრებო, მე და დედამ გავიწყოთ რომ ჩამოსულიყავით ჩვენ ორანჟერიაში, ჩემ ორანჟერიაში, გვაქვს ერთი ადგილი უნივერსიტეტში, უნივერსიტეტში არა, ჩემ საცხოვრებელში, რომელიც არის ორანჟერია პირველ სართულზე გაშენებული, ძალიან თბილა, სამხეულები, ყველგან ხეებია, მცენარეები და გვაქვს ხითი ფუყი. შეგიძლია მოხვიდე ნებისმიერ დროზე იცვრავ. და დედაჩემ ვთხარი მოდი წავიდეთ მეთქი. მინდა რომ კოქტეილებით მომზადებინა, მაგრამ შუა დღეა და ეს ხარ ვართ ბომჟები. არაო თორე მე ვაპირებდი. ყველამე. და წყნარა თუ ნებივრობთ. მას ვიქრობდე. აი მე რა სიამოვნება. ასე ხარ ამ ვიდეოს დღეს სულ ეს დღე რაც ვიდეოს ვიღებ, თუ იმაზე ვფიქრობ, რომ აი ამ დროიდან ერთ 10 წელში ამ ვიდეოების თვალს გადაავალებ და რა საინტერესო იქნება რა რომ ნახო შენ თავი 10 წლის წინ როგორ ვარ ჩემ საცხოვრებელში როგორ ცურავთ მოვიქნენი ცოცხალი ალბათ ჩემი არის მარტო მით ლაპარაკობთ მაგრამ და თქვენ მცხოვრობთ იგივე მოვიქნენი კი მაგრამ აი დაიგე შეხო სამახსოვროდ დაგრჩება აჰა ბავშვობაში იცოდი ხოლმე ზღვაზე იმას წერდი ხოლმე დედები დროგადა იცი როგორ გინდოდა ბალერინობა მახსოვს გახსოვს რა დამაფიცხებ მაგას სულ ეგრეთ ეყვავდი თავში და რომ სუბუქად ეს წყლის ტალღა ზღვის როა გაგდებდა გეგონა ძალიან ტალანტიანი დიდი მადლობა ძალიან ტალანტიანი შენი თავი გეგონა ძალიან ტალანტიანი ბალეტში აი ხომ მეჯებს ქოგდა უნდა ველაპარაკებ დედას როგორ არ უყვარდი ბავშვობაში არ გიყვარდი და ყომრობა დიდი პოტარო სამბო თუგო ეგ როგორ უნდა თქვა ჩვენს რამატ ყურაშვილი მყავს არ უყვარდი დედასო ჩემი მზეც იყო მთვარეც დედამიწა სამბოლ დროს მომწონს ესაცრობაში მაგრამ პირველ დრო ვიღებ ვერ ვიტანდი ხა სიმპტომ ჩავიცი რომ მეთქი მაინც ვერავინ ვერ ნახავს მეთქი და ყველაფერი გიხდება მაგრამ მომწონს кайფერია ეს ნორმალურად მაგრამ წყალი რა დაბალს და განიეს გუჩე აბა ნუ იტყვი იქნებ იმიტომ რომ განიერები ვარ დაბლის დაბლის რაც რო განიერები ვარ წყაფრჩია აი ეს პოზიტიური შვილი მყავს ჩემო კარგებო პოზიტივ დაფრთხე პირდაპირ ყველგან შობა დღეს აგი ჩამომიყვანა და რანერი განათება აქ შეხედე როგორი ის გვაქვს რა გიგონა ბრონზი გვესია ხო იებიცებს ხალხო არაფერი არის იმაზე საშიში როგორც ადამიანს ხვდებოდა ქალს რომელიც მიშვეულია მარტოობას იმიტომ რომ აი ხა ისე კომფორტულად რომ ჩემი უგემრიელი ყავა გავიკეთე ჩემი საღამოს სნექი ვიყიდე მაღაზიაში მიდევს მაცივერში მიდევს ლაიმის და მანდარის მექსიკური ლიმონათი ასევე მიდევს ლაიმის ტეკილა თუ მომინდა ვუყურებ ისტორიულ დოკუმენტალურ ფილმს ვარ კომფორტლეს დივანზე გაწოლილი და ვერ წარმოვიდგენე ვინმე რომ ჩემი ფიზა არ ღვიოს ანუ მართალ აი ხა ვინმეს რო ხვდებოდე და პირველი რაღაცა რო არ მომეწონს ეგრევე გავუშვებ ერთ ადგილას იმიტომ რომ ისე ვერ მიჩვეული კომფორტს რო აღარ შემილია ანუ ფიზიკურად არა კომფორტულ მდგომარეობაში
ვერ ჩავშვა ჩემ თავს. Charity Adams, and you will salute. Hello, from